მოგვიყევი ნანა რა ხდებოდა დღეს სასამართლოს ხდომაზე თქვენი შეფასება არის საინტერესო. დიახ, იცით მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ქალბატონი აზას პროცესზე შესვლა, აზაბებოს როგორც ასე უწოდებენ აქციის მონაწილეები, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი მხარდამჭერი და იყო ძალიან ბევრი მსურველი, თქვენ რომ ეხლა შემოხვიდეთ უშუალოდ სასამართლოს შენობაში, ნახავთ, ფაქტიურად ნახევარი აქცია აქ ვართ და იმაზეც ვღელავთ და დარდობთ რა ხდება ეხლა რუსთაველზე და საათს უყურებთ, იმიტომ რომ გადავინაცვლოთ აქციაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც აი ესე არიან პროტესტში ჩართული და არიან უშუალოდ უკვე რეპრესიის მსხვერპლი. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით, ის რაც ვიცი, ეს არის ერთი სამართლებრივი კუთხით რო შევხედოთ ამ ყველაფერს არის აბსოლუტური აბსურდი, ეს დრაკონული რეპრესიული ცვლილებები, რომელიც მიიღო აი ამ რუსულმა რეჟიმმა, ეხლა და ახორციელებს მას უკვე რეალობაში, გვართმევენ გამოხატვის თავისუფლებას, აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციურია თავისი შინაარსით და ასევე რო განვიხილოთ ეს საკითხები კიდე მორალურ ჭრილში, მორალთან პლუს იმიტომ ვაკეთებ აპელირებას, თქვენ იცით რომ ხშირად ზუსტად აი ამ კუთხით მორალური პედისტალიდან გვესაუბრებიან ქართულ ტრადიციებზე, ღირებულებებზე საუბრობენ რეჟიმის წარმომადგენლები და 71 წლის არის ქალბატონი აზა. ყველა შევახსენებ, ის არის გაგრიდან, მან უამრავი უბედურება ნახა აფხაზეთის ომის მერე და თავის საკუთარი ხელებით ყავს დამარხული ქართველი ჯარისკაცი და თქვენ იცით გაგრა რო დაეცა საშინელი ეთნიკური წმენდა იყო და ნებისმიერი ადამიანი გაფრთხილებულები იყვნენ, ვინც მოახერხებდა და დამარხავდა მიცვალებულს, ის დაისჯებოდა სიკვდილით, მან საკუთარი ხელებით დამარხა, ის ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, გაჭირვება, ის ხშირად აჟღერებდა დევნილების ხმას და დღეს ეს სახელმწიფო, რომელიც 45 ლარიან შემწეობას აძლევს დევნილებს და აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ის სიები, რომელიც დგება ამ დევნილების ბინით უზრუნველყოფის და ქალბატონი აზაც წლებია ეს უბინაოდ არის და გაჭირვებაში ცხოვრობს. გუშინ მან გამოაცხადა შიმშილობაც, მშრალი შიმშილობაც და ერთადერთი რაც მოვახერხე, ხელი დაუქნიეთ ჩვენ, არ ვიცი, გადაწყვეტილება იმედია იქნება, არ ვიცი, შესაბამისად უფრო რბილი, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, თუმცა სურვილი გვაქვს უფრო სწორედ და არა მოლოდინი. ასევე ფოიეში ელოდება საინტერესოა სხვათა შორის რა იცი, თქვენი დაკვირვებაც საინტერესოა, აი მაგალითად პედაგოგი ქალი მანანა ჯავაშვილი ერთდღიანი პატიმრობა, ანუ თავად ესეც ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ფიქციის ფორმას იღებს და თქვათ უნდათ რომ კანონმა იმუშაოს და თუნდაც ერთდღიანი პატიმრობით და აი რაღაცნაირად რა შთაბეჭდილებას გიქმნით ეს პროცესი, რომელსაც აკვირდებით, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის ეს კანონი ხომ ხვდებით არის უშუალოდ პროტესტზე დამიზნებული, თქვათ რუსთაველის გზის გადაკეტვის აი ამ აქციაზე კონკრეტულზე და უნდათ რომ რაღაც როგორც ამბობენ რომ ხელოვნური გადაკეტვა დასრულდეს და რაღაცა ამას ეწევიან სხვადასხვა კანონებით. ეს მუშაობაში კიდე სხვა რეალობას აწყდებიან. ეს ხელოვნური გადაკეტვა არა და ნამდვილად არაერთხელ ითქვა, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი გადაკეტვა არის, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ჩვენ ყველაფერი წაგვართვეს, სამართალს ვერ იპოვით ვერც ერთ ინსტიტუტში და არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც რეალურად ხალხის ინტერესებს ატარებდეს. ერთადერთი რეალური პოლიტიკა დღეს სამწუხაროდ ქუჩაშია და ეს ამას მე ვერ უწოდებ ხელოვნურ გადაკეტვას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი და ანუ საუბარია, როცა იმ მასშტაბის არ არის, თქვათ, პროტესტში მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ტროტუარზე უბრალოდ ვერ ეტევიან, ანუ რისგან იღებს საფუძველს ფორმულირება ხელოვნური გადაკეტვა. სამართლებრივად როგორ ხედავენ?
სამართლებრივად როგორ უნდა შეფასდეს საერთოდ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არის გასული და ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისად კი რეალურად რაღაც თვალსაზრისით ეს მოქმედებს ზოგადად აქციაზეც და შეუძლებელი არის რომ რა ვიცი ყველამ მიიღოს ეს გადაწყვეტილება ეს არის უფრო ინდივიდუალური გადაწყვეტილება და სამოქალაქო თავგანწირვაზე მიდის ხალხი და თქვენ აღნიშნეთ მასწავლებლის ერთდღიანი პროტესტი ერთდღიანი პატიმრობა მთელი ოჯახი მიცემულია სამართლის პასუხისმგებლობაში და ეს რეპრესიები კიდევ ერთხელ რაღაცა გვახსენებს იმ საბჭოთა წარსულს ოჯახის მტრებად ცხადდებოდა ზოგადად ოჯახი წიბახაშვილების ოჯახზეა საუბარი მე როგორც ინფორმაცია მაქვს ორი ადამიანია დაკავებული და ორი პირთან დაკავშირებით არ მაქვს მათი ოჯახის ორ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია რეალურად რასთან გვაქვს საქმე გვაქვს ისევ და ისევ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ რუსთაველის ჩახშობასთან მათ ძალიან აწუხებთ ეს პროცესი შესაბამისად იმიტომ მიიღეს ეს დრაკონული კანონები მაგრამ რუსთაველი დგას და როგორც თავიდანვე ვთქვი ჩვენ ყველანი საათს უყურებთ აქ როდის ვინ როგორ შევძლებთ გადავნაწილდებით და გადავალთ რუსთაველზე იმიტომ რომ ყველას ესმის რუსთაველის მნიშვნელობა დღეს რუსთაველი უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად და ეს არის ჩვენი ბრძოლის ფაქტიურად ველი რუსთაველის პროტესტი